ახლა უნდა გაჩვენოთ ქოცების აზრით ყველაზე მაგრები რაშიც არიან კონკრეტულად ოზურგეთში ის მიმართულება როგორ გამოიყურება. ანუ ქოცების აზრით ადგილობრივი ხელისუფლების თქმით ისინი ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ოღონდ ეს არის მათი წარმომადგენლობითი ბიუროკრატიული ხარჯის შემდეგ. ანუ მათი ხელფასები და მათი მივლინებების თანხები არის ყველაზე მეტი ბიუჯეტში და მეორე ადგილზე არის ინფრასტრუქტურული მიმართულება. კონკრეტულად 2024 წელს 38 მილიონი დაიხარჯა ინფრასტრუქტურის მიმართულებით და კონკრეტულად უფრო რომ დავაკონკრეტოთ 13 მილიონი ლარი არის საგზაო მიმართულებით. ეხლა მინდა გაჩვენოთ როგორ გამოიყურება ქალაქის ცენტრალური ნაწილი. ანუ მხოლოდ ცენტრალური, ყველაზე ახლო ცენტრთან რომელი ქუჩაც არის კი არა და თვითონ ცენტრალური ნაწილი ქალაქის როგორ გამოიყურება უნდა ნახოთ. მოებით სავსე ქალაქი არის მათი მიღწევა. ადრე ვფიქრობდი რომ ვიბერბოებში შეიძლება ბეს ჩავარდნილიყავი და ჩავწეულიყავი, მაგრამ ახლა ვფიქრობ რომ ზოგიერთი მერის და გუბერნიის და რა ვიცი საკრებულოების მაღალჩინოსანის ჩემზე დიდი გაბარიტებით თავისუფლად ჩაეტევიან ამ ორმოში.